მამა მოიცადე, ეგრე არ იწყება. პატარა რეკომენდაცია შეიძლება იმას გავუკეთე რა ძემერი, ამას გავუკეთე და ჯოჯოხეთი გავიარე, შენ არ იცი ეს რა იყო. რატო დაარქვით ესეთი განსაკუთრებული სახელი? განგებამ თუ რაღაცა არის დაფერთხა, რომ აი ცხოვრება ეგეთი რთულიაო და ამა თუ გაუძლებო და გაუძე. მარტო ხელა მამა დაღიქვა თავს? სასწრაფოდ უნდა მივხედო ჩემს თავს, იმიტომ რომ ადამიანები ჩემს გარეშე დაიღუპებიან. მშობლების ჩატში ხარ? სულ მეკითხება, გეხვეწებიო შენ გოგოსო, რითი ურესხაო, ასე თეთრი რო არისო, რას აქ თეთრიო. რა გინდა რომ შესთავაზო? კარგი. ეგეთ ადამიანთან არავის ურთიერთობას დაჭერა არ უნდა. სპექტაკლიდან? არა, თვეში სპექტაკლი. თლიანად თეატრში მე და მამაჩემს ჰქონდა ხოლმე 84 ლარი და 64 ლარი. ცოტა ეჭვიანობს. აი ვერ მომყავს სახში აქეთ. ხარი. მე არ მომწონს საერთოდ საქართველოს სკოლები. მე მგონი შენც ესე გაიზარდებ? საერთოდ განკრალია რომანტიკა ამ თაობაში. ცხელი ძაღლის მაყურებლებისთვის ეს მაგარი ამბავი კი. იქნება. აი რა გუკარ, ნუ აი კარგი რა, რას პარიფობი, ნუ აი დებილობა. მუსიკას როგორია ნახე ჯგ არნერი რომ მელოდია აღარ არსებობს. მე მგონი ცოტა ბებრებივით ვლაპარაკობთ. არ ვლაპარაკობ ბებერივით. გამარჯობა. მოგესალმებით ამ წლის 2026 წლის პირველი ეპიზოდით. იმედი მაქვს რომ კარგი ახალი წელი დაგეწყოთ, კარგად შეხვდით. ამ წელს ძალიან არ გადაიღალეთ და არ გადაიტვირთეთ. დღეს კი გთავაზობთ ძალიან ისეთ საინტერესო საუბარს არაჩვეულებრივ რესპონდენტთან, ძალიან ნიჭიერ ადამიანთან ერთად. გიორგი ყიფშიძე არის ჩემი სტუმარი და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ მშობლობაზე და სანამ დავიწყებთ ამ საუბარს, მოკლედ მინდა შეგახსენოთ და სიამაყით მინდა შეგახსენოთ გვანცას პოდკასტის წარმდგენი, სკანდინავიური ბრენდი, საკვები დანამატების New Nordic, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე არის უკვე ლიდერი თავისი პროდუქციით და ძალიან მომწონს ამ ბრენდის ფილოსოფია beauty in and out. ანუ ჩვენ სილამაზ ესეც რუნვა რა თქმა უნდა იწყება შიგნიდან. აღარ გავაგრძელებ ბევრ საუბარს ამ ბრენდის ხარისხზე, იმიტომ რომ სკანდინავიურია და ეს უკვე ყველაფერს ამბობს. რა თქმა უნდა არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს ბრენდი, ფლობს GMP და ISO სერტიფიკატებს და აქვს ბესტსელერი, ანუ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებიც, რომელიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა, ჩვენმა მაყურებელმა მათ შესახებ კარგად იცის, ეს არის apple cider-ი, რომელიც არის წონის კორექციის ხელშეწყობისთვის, ზუკარინი ტკბილ ზემოთხოვნილების შემცირებისთვის და hair volume თმის ზრდისთვის და მოცულობისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ New Nordic-ის ეს პროდუქცია შეგიძლიათ მოიკითხოთ GPC-ის აპტეკებში მთელი საქართველოს მასშტაბით. აი ასე, მადლობა New Nordics. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გიორგი ყიფშიძე არის ჩემთან სტუმრად. გიორგი, მადლობა რომ მოხვედი. მოგესალმებით, გილოცავ ახალწელს. მეც გილოცავ. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ ზოგადად, ისეთი გულწრფელი და ძალიან საინტერესო და უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არტისტი. ნუ გამაწითლებ ახლა პირველი ესენიდან. არა, მართლა გულწრფელად ვამბობ ამას. მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არა ვთქვათ აი ამ მიმართულებაზე, რომელსაც ქვია შენს თქვა შემოქმედებითი გზა თუ არ ვიცი ეს შენი ოჯახის დინასტია და ასე შემდეგ. ბევრი თემა არის შენთან სალაპარაკო. დღეს ვილაპარაკებთ მშობლობაზე, იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტის მაყურებელი ელის სწორედ ამას ჩვენგან და ძალიან საინტერესო არის უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან შენი ეს ცხოვრება, რომელიც უკავშირდება ბავშვებს, მათ აღზრდას, მოვლას და ყოველდღიურ რუტინას, ასე ვთქვათ, რასაც მათთან ერთად გადიხარ. პირველ რიგში, როგორ გაატარეთ ახალი წლები? ბებრულად. შესაბამისად, ჩემ ასაკთან 48-ის ვარ უკვე, პიონერის კი ვიყავი, 77-ში დავიბადე, ანუ გესმის, აი რომ ვიხსენებ რამდენი წლის ვარ, იქ ხვდები რომ ეკწყობა დრო იყო, რომ აი ესე გამეტარებინა ახალი წელი. ანუ შენზე პატარა ვარ. ხო, ფაჩუჩებში ბავშვებთან ერთად უყურებდი საახალწლო კინოფილმებს სატელევიზორში. დაახლოებით აი ამ ჟანრში ვიყავი გადაწყვეტილი წელს. მიუხედავად იმისა, რომ მე შენზე პატარა ვარ, მეც ეგრე გავატარე ახალი წლები. ბავშვებთან ერთად ოჯახში. მოკლედ, ხო, მე პროსტო მიუჩვეველი ვარ ეს რაღაცებს, მაგრამ მომიწია რა. კარგი. მაშინ მოდი ესე დავიწყოთ. ერთი
სტანდარტული დილა. აი გაიღვიძა პირველმა ბავშვმა, დაიძახა მამა. მოიცადე, ეგრე არ იწყება. აბა, იწყება გაიღვიძა მამამ. ჯერ. სადღაც 8 საათზე. ვამზადებ იმას, რომ ბავშვი გავაღვიძოთ, იმიტომ რომ ბავშვების გაღვიძება ძალიან რთული თემაა და ანუ ბაზას ვამზადებ, ჩაის ვაყენებ. იქ რაღაცა მიხდი მე თო მოწესრიგდები და უკვე ვიწყებ აი ნახევად გაღვიძებული ბავშვის ჩაცმას, რომ ბაღში წავიყვანო. ესე იწყება სტანდარტული დღე. და დილის 8 საათზე გაღვიძება ჩემთვის ეს როგორი სასაცილო რამე იყო. ვიღაცას რო ეთქვა ადრე რომ შენ დილის 8 საათზე გაიღვიძებ, ყოველ დილის 8 საათზე გამორიცხული თემა იყო. ვიძინებდი 3-ზე 4-ზე რა, და ვიღვიძებდი 11-ზე. ანუ ჭოტი ვიყავი რა. კი არა და პირიქით გავხდი ჭოტი. ვიყავი ბუ ვიყავი. ხო და ამ ბავშვებმა ესეთი მოდი ასე ვთქვათ, გამზარდეს ბავშვებმა აქეთ მე კი არ გავზარდე ბავშვები. მე გამზარდეს რაღაცა შეცვალეს ჩემში ისეთ რადიკალურად საერთოდ, მე წარმოუდგენელი იყო. იწყება ესე. ბავშვები მივიყვანე ბაღში. საუზმესაც შენ უმზადებ? ყველაფერს მე ვაკეთებ მართლა, ოღონდ არ გჯერა თქვენ. მე ეს რომ მიმყავს ბაღში. მარტო შენ? მარტო მე, ხო, მამაჩემს დედაშემს ნუ დაბერდნენ გესმის და იმათაც მეული და. სახში მარტო ცხოვრობ მე დედაჩი, მამაჩემი ძაღლი და 2 ბავშვი. ძაღლის პატარა ყავს ისო კუკებს აკეთებს. გიორგი მუნა აიღოს. იმიტომ რომ სახში აკეთებს ჯერ პატარა არის 2-4 თვის არის და აი ეს არის შენ რა დღეში ვარ. ანუ ბავშვის პამპერსების ამბავი ბავშვის პამპერსების ამბავი გადავაგორეთ უკვე 4-5 წლისები არიან. პამპერსები გადაგდოგორე, მაგრამ ლეკვზე ვართ ეხა ხო? მე ეტყვა მამაჩემის პამპერსებზე გადავოლმე, არ ვიცი, ვერ ამცდება ეს პამპერსები მე აშკარად. მოკლედ, მაგრამ სალონ მაგამდე მივიდ გეტყვი როგორ, ესე იგი ბაღში მივიყვანე ხო? მე ესე იგი ვრეცხავ ძალიან ბევრი სარეცხი მიგროვდება ბავშვების სარეცხ მანქანაში. ესე იგი დაახლოებით 2 ჩართო, 3 ჩართო უეჭველი ვცავ ყოველ დღე. ყოველ დღე გეუბნები 3 ჩართოს ვაკეთებ. ხო, ნუ იმას აქ შარიან რომ ხშირად ისვრები. ანუ სულ ის აი დღეში 3-ჯერ 4-ჯერ. 3-ჯერ 4-ჯერ დღეში რაღაცა უნდა გამოუცვალო მთლიანად უგასრევოთ. ხო. მთლიანად. ანუ ეს გროვდება ძალიან ბევრი და ესე იგი მე გაფინე მე დააბინავე ბიჭის სალკე, გოგოს სალკე ის და აი მთელი დღე მიდის ამაში. მთელი დღე. ხო, მესმის. უთო? გასეინე მე მოიყვანე ბაღიდან ბავშვი. უთო ალბათ ამოგდებული. არა, უთო ამოგდებული მაქვს ცხოვრებიდან. უთო არის ყველაზე საიზღარი რამე, ვაფშე გამოგონება არის საშინელი. ნებისმიერი ყველაფერი ძალიან მომწონს, აი უთოს გარდა. კარგი. სახლში ჭამის ამბავი. აი მე მაგალითად და ძალიან ბევრი დედა ამას ამბობს. აი რატო უსვამ ხას იცი, რომ ძალიან ხშირად ასეთ თემებზე ქალები ვლაპარაკობთ ერთმანეთში რა, რომ აი ამდენი ხელი გავრეცხე და ეს რაღაცა სტერეოტიპულად ჩვენთან ესე არის, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე უნდა იყოს, ხო? კი. და სულ ლაპარაკობთ იმას, რომ აი მარტო ჩემ გაკეთებულს ჭამენ რაღაცას. ანუ არის ეგრე აი თქვენთანაც? არა, მე არა. როგორ არის ყველაფერს ჭამენ, აი უცნაური რა არის. გოგო მაგალითად 4 წლის რომელიც პატარა. იმას არც უყვარს რომ მე დავში ვაჭამო. მე ხვდი თვითონ გავუშვი ხელი, ჩანგალს თვითონ იღებს ან კოვოს და თვითონ ჭამს. და ესე ტიპი გაიჩნდა და ბიჭი პირიქით, აი ცოტა ზარმაცი არის, დაუდო რაღაცას უნდა უყუროს და მე უნდა ხელით ვაჭამო. ბიჭი ეგეთი არის, მაგრამ ჭამს ყველაფერს. აი ნუ ძალიან კიშკები არიან და მაგრამ ევასება. ეგ მაგარია რომ ხო, აი მე არ მიწევს ხვეწნა, მე პირიქით მეუბნები რომ მამა არ გამისუქდე, გასო ჩემ ოჯახში არ არის ამსუქნები და აი ისო შენ არ გახდე. გენეტიკურად ნახე როგორ. გენეტიკურად სხვანაირები ვარ აღნაგობით და მეთქი იმდენს ჭამს რომ აი უკვე ჭადალი ჯუნდრულსა გახდა რა. და ეკრანი ახსენე და ეკრანებთან დამოკიდებულების საკითხი. აი ეგ სენი არის ამ საუკუნის, არის მე ტელეფონი ან რაღაცა გაჯეტი თუ არა აქვს, ნუ აი არ ვიცი რა. აი რა არის, რამდენი საათი არის დღეში ვთქვათ? ებრძვი ამას? არა, იცი რა არის, უყურე თვითონვე იბეზრებენ და მე თამაშობენ სხვა სათამაშოებით. ეს არ არის რომ მე უნდა წავართვა. მე უბრალოდ ვიცი რომ ძილის წინ ამით და მე დებენ და ითიშებიან მაგალითად. ჭამის დროს იდებენ, უყურებენ მულტიკებს და მაგრამ ის არ არის რომ მე წავართვა. არ ჭირდება ამ წარწმუნა. თვითონ ბეზდებათ, მაგრამ ხშირად უწევთ ამის გარეშე მოგეთ მათი ცხოვრება, აი არ ვიცი. ხო, პატარა რეკომენდაცია შეიძლება ცოტა დიდი ბავშვის მშობლისგან. აუცილებელია, რაც უფრო იზრდებიან, ეს დამოკიდებულება იმატებს. ანუ ეს მომენტი რომ აი ხა რო თქვათ ბეზრდებათ, იმიტომ რომ ერთი ასაკის არიან, ერთმანეთი ყავთ და თამაშობენ, როგორც კი მე იზრდებიან, თავის სამყაროში მიდის ორივე და უფრო ეჯაჭვებიან ეკრანს, ამიტომ სულ მე არის საჩალიჩო, რომ რაღაცით უნდა დააკავო.
ეხლა ბასეინზე შემყავს და მე იმედი მაქვს ამით რაღაცა ჩაინაცვლება, ენერგიას დახარჯავენ და მე გაითიშებიან ხოლმე. ბაღიდან რომ მოდიან, აი რატო გენიალური ბაღი. თუ ბაღში არ წავიდნენ, დაღუპული ვარ იმ დღეს, იმიტომ რომ ეს ენერგია სად მიდის, მე არ ვიცი, ყველაფერი ჩემზე გადმოდის და თუ კივილი ჭივილი ერთმანეთს ხოცავენ, ნუ აი არ ვიცი, ხოცავ ორი ვიკინგი დარბის ერთმანეთს მოსაკლავოს, ნუ 24 საათი. ხო და თუ ბაღიდან მოდიან უკვე 6 საათზე, სადღაც 7-ზე უკვე თაში ეძინებათ. და ეს არის უბედური ამჯერა ხომ რომ აი 7 ბავშვს ძინავთ. წავყოლ ჩავაგდებ ლოგინში და მალე იღუჯეს ბიჭი აბავს. დილამდე წარმოგიდგენია დილის საღამოს 7 საათზე ისე იღლება ესე იგი ბაღში რომ ეს გადამარი ჩემი აი შველა რა. ხო, მაგრამ ეს გაჯეტების ამბავი მაინც ძალიან გასაგებია რაღაცას მოვახშა. შეტოპვა რა. ნუ აი რა ვქნა, ესე იგი ახლა ბასეინზე რომ ვატარებ უკვე 2 დღე ვატარებ ბასეინზე, 4 და იმედი მაქვს რომ აი რაღაცა შეიცვლება. ხო, იცი რომ ადრე რო იყო, რომ აი ბევრი რამით უნდა დააკავა ბავშვი, რომ რაღაცა ქუჩაში სისულელეს ვაბლებს. სწორი ენერგია უნდა ხარჯო. ეხლა არის რომ გაჯეტებს მოაშორო. ხო, ნუ ქუჩაზე უარესია გაჯეტი. მეც აი გადმოინაცვლა რაღაცა ბოროტებებმა თითქოს და თან ვერ ვაკონტროლებ რაღაცებს, ინფორმაციებს, ისეთ რაღაცები ესმით. ისეთი სიტყვების მასალა დაუგროვდათ, მე არ ჩვენ სახში ესე არ ვლაპარაკობთ. ანუ საიდან სასწაულებს ამბობენ, არის ვერ ვიტყვი აქ ეს რაღაცებს ამბობენ. და აი, კაი და ადრე დაიძინეს და აი სიჩუმემ დაისადა. და რა ხდება? რა საკეთე? ბედნიერი ვარ, წკბები და გაღიმებული ხანდახან ჩემი თავი გვერდიდან დამინახავს, გაღიმებული უბრალოდ ვარ. რო რა კაია სიმშვიდე. იმიტომ რომ ზანი შვიათია უკვე რა. აუ იცი რა მინდა ვიკითხო და თან ისე რო არ გამომივიდეს რა. აი მარტო ხელა მამა დაღიქვამ თავს? კი. აი რა არის ეს სიტყვა შენთვის? აი ადრე რო გესმოდა რომ აი მარტო ხელა დედა. აი მოყოლე როგორ არის 4 შვილი მყავს. პირველ ორთან მსგავსი პრობლემები არ მქონია, იმიტომ რომ მე ესეთი რაღაცები არ მიწევდა ამის კეთება. ყოველთვის მინდოდა ბავშვი დაბანა დაუშვათ, პატარა რო ვიყავი, მაგრამ ქალები თითქოს აი მოიცა შენ აღას არ გაგივარდეს, შენ ესე არ გააკეთო, აი ცოტა არ მაკარებდნენ იმდენად, ცოტა ზომიერად არ მენდობოდნენ, რომ აღას ხელი არ გაგაცნობდა. ამდენ ვიცოდი ყოფილი დამუამებული მქონდა, არ მიშვებდნენ. აქ აი ვერ წარმოგიდგენია. სრულად სიტყვის მნიშვნელობით თავიდან ბოლომდე ჩემი გაზრდილები არიან, ნუ ძუძუ არ მიწოვებია რა. დანარჩენი, ნუ აი ყოველ 2 საათიან კვებიდან 3 საათზე გადასვლა და 4 საათიანზე ეს ჩემ ხელში მოხდა 2 ბავშვში. როდესაც თან ეს პარალელურად რას გეუბნები, ჯერ ერთი 2 საათიანზე და მეორე უკვე 3 საათიანზე და მე აზე ხარ ღამე. ესე იგი ჯერ ერთი იღვიძეს და ზუსტად ძალიან მალე იღვიძეს მეორე, რომ იმან დაიძინა ერთმანეთს აღვიძებენ და იმას გაუკეთეს ძემერი, ამას გაუკეთე და ჯოჯოხეთი გავიარე, შენ არ იცი ეს რა იყო. პირველი მე გეუბნები თიაჩი ავიღე. რა ქვია მაგას კაცო მიშველეთ? რაღაცა, დეკრეტი. დეკრეტში გავედი თიაჩი, კაცი. 2 ბავშვის გამო, ეგეთი მე მგონი არ ყოფილა. კაცები არ მე მგონი ეს შენთვისაც ფიზიკურად რთული პერიოდი იყო. რთული პერიოდი იყო ძალიან. კურნალობის პერიოდი იყო. კურნალობის პერიოდი იყო და საშინელი პერიოდი. მოგეთ ყველაფერი დაემთხვა ერთად და რაღაცა ზემოდან ეგეთი განგებამ თუ რაღაცა მორი დამფერთხა რომ აი ცხოვრება ეგეთი რთულიაო და ამა თუ გაუძლებო და გაუძელი და რაღაცა გამოვიწრთე რა აი როგორც ლითონს გამოწ ხო ცეცხლში რომ აღარ წყდება ხმალს რომ შეგვინოთ მე ცივში და ცხელში აი რაღაც ეგეთი დამემართა აშკარად და ხო ამბობენ რომ აი ეგ მაგას ქალები აკეთებენ აბსოლუტურად ანუ უპირობოდ ჩვეულებრივად ხო იცი რა არის ხო როცა არ ახარ მიშეული და შენში ეს არ არის ანუ არ იცი რა არასდროს არ გიქნია კი გიყურებია გვერდიდან მაგრამ ძალიან ძნელია თო ძნელი ყოფილა რომელია აიმე მაგრამ თან ამას ძალიან დიდი ისენი აქვს რა ბონუსები მოყვება მე აი რა ბონუსები აქვს აუ ახლა ეს უპირობო სიყვარული იქიდან ისეთი მოდის იქიდან მე აი ვერ წარმოგიდგენი აი რა მემართება ხოლმე რომ აი რო გამსახში რომ მოდიორ ძაღლი და 2 ბავშვი რომ მორბიან და მეხუტებიან შეო რა ეს იმათ არ ჭირდათ აი არც ეს არ ჭირდა არასოდეს ესეთი რამე რას ამათ აქვს აი ეს ასწაულია ხო იმიტომ რომ ეს ჩართულობა ემოციური ანუ ხო რაღაცა აი მე ვარ ბავშვს რაღაცა ეთკინება და დედასთან რო გარბის ხო გაქვს დაჭერილი რაც არ უნდა მამა უყვარდეს და აი ეგ მომენტი რომ რაღაცა უჭირს და დედა პირველი სიტყვა აქ არის მამა და აი ეგ ემოციური კავშირი ძალიან მაგარი რაღაცა ვაფშე სხვა რამე რა იყო ისეთი რაც დაიჭირე აი
აღზრდის ესე ვთქვათ განსხვავებები რა, იმიტომ რომ აი ვთქვათ დედმამა, შენი დედმამა და შენ. აი ბებია ბაბუები და შენ რაშიც სხვანაირი რაღაცეებია რა თაობებს შორის არის განსხვავება ვთქვათ. აი როგორ გითხრა იცი თითქოს ეხა ისეთი ასაკში გამიშთა შვილი რომ რაღაცა ბაბუა როჟა უფრო ვარ ვიდრე მამა. მე მოდი სწორად გამიგე, აი ცოტა უფრო ვათამამებ, როგორც ბაბუებია, ვიდრე მე ვიყავი დავუშვით პირველ შვილთან და მეორე შვილთან. ცოტა აი შემომეთამამნენ ესენი რა. უფრო ბაბუურად თბილი ვარ, ვიდრე მამასავით მკაცრი. და ნატალიასთან მკაცრი იყავი? ნატალიასთან რა მკაცრი, როგორ შევა ნატალიასთან მკაცრი იყო, გოგო იყო და საყვარელი იყო ძალიან. არც მე მკაცრი არ ყოფილა, მაგრამ აი რაღაცა მამისგან ითხოვდნენ სიმკაცრეს. მამის ყოზა, ხო უფრო. ითხოვდნენ რომ მე უნდა მკაცრი ყოფილიყავი და არ გამომდიოდა ეს სიმკაცრი, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში მე თვითონ რაღაცა მალამო გავიშიტე რა მე თვითონ რა. არ ვიცი ასაკის გამო თუ ამ მარტოობის გამო თუ მოგეთ არ ვიცი რაღაცა არ ვიცი რა. ანუ აკრძალვები, თქვათ, ვერ უგზალავ. მე უფრო ვცდილობ რომ უყურე როგორ და რა ვიცი ვიღაცას მოусმინე ინტერნეტში და ძალიან ესე ავიღე ეს ფორმა გაზდის და ესე ვზდი რომ მე თვითონ ვიქცევი ისე რომ დამათმა დაინახონ და მომბაძონ. იმიტომ რომ მაინც ესე იზარო. მაგალითი. ხო რა, პროსტა და მე არაფერს არ ვუგზალავ, მე უბრალოდ როგორც ვიქცევი, ვცდილობ რომ ეს დავანახო და ამის copy paste გააკეთონ რა. მე მგონი შენც ესე გაიზარდე? მე რაღაცა მგონია რომ აი მაგალითად ბატონი ზურაც აი კარგი თუ ცუდი ორივე რაც ამიღია, ეგრე ამიღია. ხო, ავტომატურად ეგრე აკეთებ რა ადამიანს. ეგ არის. მაინც იმეორებ, ეხა ეძახიან პატერნს მაგას რა, აი პატერნები. ხო, მე არ ვიცოდი. ხო, აღზრდის პატერნები. რაღაცა ის ძირითადი ფონი რა, რაც არის. ხო, შენ დაუნებულად ხდება მე მგონი რა, მშობლისგან ხო რაღაცას ამ რასაც ხედავ ეს გონია რომ ესეა საჭირო თუ რაღაც. ხონდა ვეს ააზრებ ეს კარგია, ცუდია, ზე არ არის ლაბარაკი. პირდაპირ იღებ. ამიტომ მშობლობა აი ამ რაკურსით თუ შევხედავ ძალიან საპასუხისმგებლოა, რას შეთავაზებ რა, ბავშვი რასაც აიღებს, ეს შენიბრალი იქნება თავიდან ბოლომდე, კარგიც და ცუდიც რა. რა გინდა რომ შესთავაზო კარგი? აი მთავარი. აი მე თავში ჩემ თავში რეებს არ მომწონს. მაქსიმალურად ვცდილობ რომ მათ არ დაინახონ, მაგრამ არ გამომდის ხოლმე რა. რეებია. აი პეთქებადი რო ვარ, დაღზე ბრაზდები, უცებ ძალიან პეთქებადი ვარ და შეიძლება ვიგინები ხოლმე. აი გინება ჩემ ოჯახში რაღაც აი ვიგინები ტყიფშიძეები, აგეთები. გვიხდება. აი ჩვენ რაღაც ტყიფშიძეები კარგად ვიგინებით თუ რაღაცა. აი ეს არ მომწონს. ხანდახან ვეგზის მხოლოდ აი რაღაცა რა, ვერ და ეს არტისტისთვის რო გაიყვანოთ ეს. აი ხანდახან აი ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ფორმაში ჩავსო რომ თუნდაც ხუმრობაში გავიტანო, მაგრამ ნუ აი მაინც მოკლედ ამას ისმენენ ხოლმე და ჩალიჩვებ რო არ გამომი, მაგრამ აი ხოჭ ენას ვერ ვაჭერ რა კბილს რა. კიდევ რა არის რაც პირიქით გინდა რომ აი უფრო მეტი ჩადო ვთქვათ რაც თითქოს შენ დაგაყდა ეგეთი რაღაცები არის. ეგ თავიდან ეგრე მქონდა. მე დავუშვათ მამაჩემი მე მახსოვს კინოს გადაღებიდან გადაღებაზე შემოირბენა სახში და გარბოდა. ანუ მამაჩემი იყო ესეთი რაღაცა მოლანდებასავით იყო და ახლა პატარა როცა ვიყავი. აი 5-6 წლის სკოლამდე ასაკში მამაჩემი თითქმის არ მახსოვს და ეს მინდოდა რომ ამ ბავშვებთან პირიქით ყოფილიყო რა. რომ აი ზურა მოვა და დაგერხა, აუ რას გიზავ, ზურა იყო, ზურა ეგეთი და მაგით ქვეშ ძრებოდა მაშინებდნენ ზურათი და მეთქი არ მინდა რომ ბავშვი მამის ეშინოდეთ რა, რომ რაღაცა აი მოვიდა ეხა ზურა და მოვიდა გიორგი არ მინდა ვიყო რა. უნდა მოვიდა გიორგი, აბა გიორგი მინდა რომ გამოიხსნენ. არ ესე იგი მამა შენი მარტო შენი არ იყო. შენ და სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ და კი, თქვენ და საბედნიეროდ გასაგებია და ეგ ძალიან ცუდი რამეა რა. ხო, ესე არის ალბათ ასეთი ფიგურების კი, ხო, ბავშვობაში მამა წამართვეს რა. ხო. ხო და მე ახლა ვცდილობ რომ ჩემ მთელი დრო არ ვცდილობ, მეტი სხვა გამოსავალიც არა მაგ ბავშვებს დავუთმო კი რომ ვარ. მაგას ვერ იტყვიან ბავშვები რომ მამა არ მყავდაო რა. ხო, და თუ ეძებენ რას და მაგას მივახციე. ხო, ეგ ნამდვილად. როგორი დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვთ დედასთან? თუ შეგიძლია ამაზე საუბარი. სულ უფრო იშვიათად ხედავენ და ბოლო პერიოდში ერთიოჯერ მაგალითად 2 წაიყვანა, მაგრამ აი დიდხანს უჭირთ ხა იქ რა, დიდხანს იმაცას დედასაც და 2 წელს ვერ. იმიტომ რომ 2 ერთად ეს გეომეტრიულად სხვა რაოდენობა არის, იმიტომ რომ ცალკე ძალიან ადვილი მოსავლელები არის, მაგრამ ერთად
ეს არის ასწაული, არის ოსკარი უნდა გადასცე ადამიანს, ვინც ამ ორს ერთად მიხედავს რა. ხოცავენ ერთმანეთს, ხოცავენ ერთმანეთს. ეძებენ რაზე მოკლან ერთმანეთი. სულ როგორ ცდილობ რომ მოარიგო ერთმანეთში, იმიტომ რომ თან ძალიან პატარა ასაკობრივი სხვაობა. ვერ ვახერხებ, მე სულ ვცდილობ რომ დავუშვათ ცალკე ის იქით გაუშვარ, ეს აქეთ გამოუშვათ, მაგრამ აი ეს მორბიან მაგნიტები ვიტე ეს ხდება რა. ეხლა უყიდე 2 სართულიანი ლოგინი ახალ წელს დააუყენე და აბა ზემოთ ვინ ქვემოთ ვინ და ეს ამბავია ჩემ ლოგინში ვეღარ ვეტეოდი. 3-ს გვეძინა, სულ ესე გვეძინა, ესე იგი. აი ამ ხელა რო იყვნენ, ერთი აქეთ სუნთქავდა, ეს აქეთ სუნთქავდა, ბიჭი აქეთ, გოგო აქეთ. აი ესე გავიზარდეთ, ეს ის რომ გაიზარდნენ, უკვე ვეღარ ვეტევით ლოგინში. პროსტა ვეღარ ვეტევით, ამიტომ უყიდე 2 სართულიანი. ჯერ დახოცეს ერთმანეთი ზემოთ ვინ დაწყებოდა. ქვემოთ უფრო დიდია, ზემოთ უფრო წვრილია. ასე კიბეები აქვს მომგვალებული და მეთქი ზემოთ მაგარია. არა, ეხა ორივეს ქვემოთ უნდა. აი გამორიცხულია რაღაცა კონსენსუსამდე ერთად მივიდეთ. ხოცავთ მას ყველაფერზე. იმას თუ ქვემოთ უნდა, მაშინ მას ქვემოთ მინდა. 2 ქვემოთ არ არსებობს, არის ერთი ქვემოთ, ერთი ზემოთ. ნუ რა გავაკეთო? და ხოცავენ, აი ეს მე მეგონა რომ აქ მაგარი რამე ვქენი და საშინელება ვქენი. ხოცავენ ერთმანეთს. ის თუ ზემოთ არის, ესეც ზემოთ არის. ის თუ ქვემოთ არის, მაშინ მე ქვემოთ მინდა და აი ჯოჯოხეთი მაქვს აქში. აი ვერ წყნარდებიან, არ ვიცი რა გავაკეთე. კარგი, მოდი შევეხოთ, იცი რა არის ის, რაზეც ძალიან ბრაზდები. აი რაც აი ბავშვებზე კი არა, აი ზოგადად რა სიტუაციაზე. ბავშვებიდან გამომდინარე თუ საერთოდ ადამიანის ცხოვრების ამბავზე? არა, აი მშობლობის ჭრილში ვამბობ რა და აი ის რო თქვათ ეს მიუხედავთ იმისა, რომ ეს რაღაცა ძალიან დიდი უპირობო სიყვარულია და ასე შემდეგ, ეს წნეხი არ არის ხანდახან არა, აი ძალიან მაგარი რამე არის. ეს ხო გეუბნები გამზარდეს რა, ანუ მე კი არ გავზარდე ბავშვები, მათ თავიანთი არსებობით ჩემში გააღვიძეს ისეთი რაღაცები, რასაც არ არსებობდა. ეს დაგეხმარა, აი იქიდან გამოძრომაში პირველ რიგში მეთქი მაგას გეუბნები. გადამარშინეს ამათმა თავისი არსებობით. მე მომიწია ყველაფერზე გადააზრება, გადაფასება რაღაცების და რომ ამის დრო აღარ არის მივხვდი ამ ბავშვების გამო, რომ აი იმ დანარჩენ სისრულელბანას თამაშის დრო აღარ იყო, ჩემ ცხოვრებაში დაკავებული ვიყავი და რომ სასწრაფოდ უნდა მივხედო ჩემ თავს, იმიტომ რომ ადამიანები ჩემს გარეშე დაიღუპებიან. აი რაღაცა ეგეთი მობილიზაცია მოხდა ჩემში და მე ვთქვი მადლობელი ვარ რა. ხო, აი ესე აღმოჩნდი აქეთ ერთით და აქეთ მეორეთი და შენ თვითონაც რაღაცნაირი გამოჯამრთელებული და სხვა მიზნები დილით ვარჯიშებით რაღაცა ხო მიხდი ჰოლოტროპულ სუნთქვაზე დავდივარ თვეში ერთხელ და რაღაცა მაგარია რა. არავინ არ გეხმარება საერთოდ, აი ოჯახში რამე. ოჯახში დედაჩემი და მამაჩემი, ბებრები არიან, უკვე ავათარი დედაჩემი და რაღაცა და აი ფიზიკურად გადაადგილება უჭირს დედაჩემს და მამაჩემი კიდე ყოველდღე 72 წლისა და რაღაცები ავიწყდება ხოლმე და რას უშვებიან ზურას, ხანი გამოვარდა პანჩოს ამოწყა ზურა, გამიზდევს ხოლმე. ნუ აი ესე დონეზე მე კი რაღაცას ბაღიდან მოყვანაში ხანდახან მეხმარება მამამ. იმიტომ რომ ნუ მანქანაზე მე ვეჯდები, იმიტომ რომ პრავაც არც მეუნი მაგ. ეხლა მითხეს მე მგონი აღდგაო შენი პრავაო და მოწმობასა და მოკლედ მე მგონი ახლა მე დავიждები. ხო და აი რაღაცები კი, მაგრამ მაინც ძირითადად ისა ვარ რა. ძირითადად ეს არის 1000%-იანი შენი ჩართულობა. გადახტომა მორევში თუ რა. აი და ეხლა სკოლა რო დაიწყება და მეცადინეობა? მე არ მომწონს საერთოდ საქართველოს სკოლები. ძალიან ცუდ რაღაცებს ასწავლიან, არასაჭირო რაღაცებს ასწავლიან და მე სადაც მინდა წავიყვანო იმ სკოლაში ძალიან ზვირი იყო, mesela 2 ბავშვი უნდა გადავიხადო, მე არ 5000 დოლარი. როგორ უნდა გადავიხადო წელიწადში მე არ ვიცი, მაგრამ მინდა იმათთან წავიყვანო და აი ფორმა სწავლების სხვანაირი, თვითონ მეთოდი. ხო და იმედი მაქვს, მანდ მოვახერხე ძალიან მაგარი ფონტია რა, თვითონ ფორმა არის, მაგრამ ნებოსება თვითონ არჩევენ ერთობიან რა საკაიფოთ იწყებენ ძებნას რა ინტერესები აქვს ბავშვებს და რა საკაიფო ევოლუცია გააჩნია მე ამ ყველაფერს და სკოლაში აი რა რეები არ მოგწონს, აი რომ კარგად მივახვედროთ ჩვენი მაყურებელი. ნუ გასაგებია ზოგადად, მაგრამ აი შეიცვალა, ყველა არაფერი არ მომწონს. ჯერში არანაირი კოკა არ აქვს საზღვარგარეთ სკოლებთან, აღარ აქვს. ეს ძალიან ცუდია.
ზოგადად ეს კვების თემები და რაღაცები, აი ძალიან ბევრი ბულინგები, რაც მე ხა ნატალიას გამახსოვს, ალექსანდრესგან, რაც კვებებია ძალიან სუდია. ნუ არიან რა გამოკონაკლისი პედაგოგები, ძალიან კაი ტიპები, ახალგაზრდა გოგოები და ვიღაცები არიან დაბალ კლასებში, მე ზემოთ არ ვიჩნო, ზედა კლასებში რა. და მაინც მე მგონი ამ სიტყვას ვიტყვი სტარაე გვარდია, რა რუსულად გაზრდილი ვარ უკასაოდ ამ სიტყვის ხანდახან რუსულს ძველმოდური აღზრდის მეთოდებს გულისხმობ წონს რა, ეგ ძველმოდური, იმიტომ რომ არ არის კარგი, ბევრი მასალა როგორც ვხედავ, ვერ იყენებს ვერავინ. აი უბრალოდ გამოუყენებელია დროის ხარჯვა ამ სკოლებში, რაღაცა უამრავი რაღაცეები რა. მაგალითად მე მგონია რომ ადამიანმა ირჩევდეს რა, რომელი საკითხები უნდა ისწავლოს. თუ ქიმია არ აინტერესებს და ფიზიკა არ აინტერესებს, ჰუმანიტარული ესეთი რაღაც არჩევანი საშუალება უნდა გქონდეს მაინც. ეს ერთი. მე ხილიანზე ახლოს ორი სკოლა მაქვს და 101 არ ვარ. აი ხო ვინც იქ სწავლობენ იმას შობლები მეუნებიან რომ აქ არ მოიყვანო. მე დოლიძეზე და ხილიანზე სკოლებში არ მოიყვანო ბავშვი. აი რა არ ვიცი. ძალიან რთული არჩევანი. ვატა სად გერმანულ სკოლაში წავიყვანო, ესე იგი იქ უნდა ვიარო. ეს სასობები დილას მე ხრი, აი მე მეგონა გამოძრებოდი რა, მეთქი აქვე წავიყვანდა. მე და რა ვქნა რა. კაი და ბაღის მაყოფილი. ბაღში კი. აი პატრიონზე. შობლების ჩატში ხარ? კი, და მე რო ფულებს ვაგროვებთ ხოლმე და რაღაცებს შვები და ის ვიყიდე ბადაგი და დავდეთ ფული და ბავშვებს უჩხელები და რა სლაპარაკო, თოვლის ბაბუ არ ვიყავ, ვირო. მართლა. ბაღში, ჩავეცი და მამა მიცნობს შემაშინ მამა რატო გაცია? ოპოპო შემოვედი და ეგრევე მიცნობს, იმიტომ გავგიჟდი, გააწერები, ვიკარი რაღაცები ქეი და ეცი აი ძალიან სუდი არტისტი ყოფილა რა. შობლების ჩატში რა ხდება მოყევი რა კიდე. ყველაზე მაგარი, ყველაზე აი ესეთი რაზეც მე ვკაიფობ, ერთი პედაგოგი, რომელიც თან მშობელი არის, დავითშვილის ყავს. ხო. სულ მეკითხება, გეხვეწებიო შენ გოგოსო, რითი ურესხაო, ასე თეთრი რო არისო, რას აქ თეთრიო. მასწავლიო, ასე როგორ ათეთრებო და მე ისტერიკა მქონდა, რომ მეთქი აი просто გაჯობეთ მეთქი რაღაცაში მაინც აი ისე კარგად ვათეთრებ მეთქი აი გიჟდება და მეკითხება აი რას ხმარობო გეხოწები მითხარიო მითხარი ჯოულებ ხარო პერსელის ისწავლი ამათეთრებელი მაგ ფერადი შავი და თეთრის ნუ სამი ფერი მაგ იფსო ამას ხმარობდა თეთრში просто თეთრებში არ ურებს სხვა შევა ურევენ ეგრე მე რა ვიცი რა თეთრები სალკე უნდა შეყარო რა მე ასე არა ვარ, მაგრამ კარგი თეთრი გიჯდება. ტემპერატურა უნდა კიდე მაღალი. იმას შვება ავტომატია, კაცო, სახალხი მანქანაში იმ ტემპერატურებს. ხო, ნუ მაღალზე გადადის თეთრს რომ მიაყენებ, ის ავტომატურად მაღალს აჩვენებს კეთებს. შეშურდა და წარმოგიდგენია. შეშურდა, აი ისი როგორ მევასა ეს მომენტი იყო ჩემთვის აი ახლა რა. ძალიან კარგია ეგ. მართლა კარგია რომ თეთრეულის შეშურდათ. ხო. მოდი იცი რა მაინტერესებს რაღაცა კითხვები რას ბავშვებს აქვს და მაგრად რო გვიჭერს პასუხების გაცემა. აი ზუსტად ეგასაკი აქვთ ახლა ლუნას და კოსმოს. აი რაღაცა უცნაურესი განვითარება რო აქვს დიალოგს. გინდა გავიხსენო რა აი როგორ უმკლავდები ხო მაგ იმებს რა ეხა მე მივხედავთ იმზე რომ უფრო დიდი შვილები მყავს ძალიან ბევრ კითხვებს შევენ ხო ისი ხა როგორც რატო და ყველაფერზე იმიტომ რომ და უნდა უთხრა აბა შენ თუ არ ეთქვის ხო ვერ ეთქვის ეს რატო სულ იქნება ამიტომ სულ პასუხს ვცემ რა ვცდილობ რომ მაქსიმალურად ამომწურავე პასუხი უთხრა იმიტომ რომ ოღონდ მოსაბეზრებელი არ იყოს მოისმინოს რა აი ეს რაღაცნაირად მეუბნები სულ ხო სხვა გზა არ არის და რა მეუხერხული საკითხები? ჯერ არ დაუსვავთ, აი ხომ ვიხსენებ და ჯერ ეგეთი უხერხული არ და აი საიდან ჩდები და რაღაცები არ დაუსვავთ ჯერ, მაგრამ ისეთი ლანძღები ესმით ჩემი ოჯახის. ესე იგი ჩვენ ხომ კარგად ვიგინებით ყიფშიძეები და ხო და აი ამ დარგში კარგად არიან გათვისნობიერებულები, ხო? კარგი, მე როგორც მშობელს მაქვს ეგეთი გამოწვევა, სულ მქონდა რომ ჩემ შვილებს ვასწავლო ემოციების გამოხატვა. შენ თქვი რომ ჩვენ ისედაც რაღაც ერთი ემოციური ხალხი ვართ გამოხატავენ ჩვენი ურათ არა სლაპარაკობ ისე გამოხატავენ წარმოდგენა არა არა აი რაღაცა წენა რაღაცა შიში აი ამ რაღაცეებზე ელაპარაკები იმიტომ რომ სულ ამბობენ რომ აი ამასაკიდან ეყრება საფუძველი რაღაცა ნდობას რატო გეკითხებით ხა დიდი შვილებიც ხო ყავს მაგრამ ამბობ რომ რაღაცა იმათთან თითქოს ესეთი ახლო კონტაქტი არ ქონია რა ესეთი არა ხო აი მაგალითად ზეგავლენა რაღაცები მომიხერ ხაი რაღაცა ნატალიასთან ყოველ შემთხვევაში აი ბიჭთან ცოტა მიჭის რატო იცი ეხა 13 წლის არის და ისეთ დროს
დავშორდით, რომ ეხა ის თulis რომ შეება ამ ბავშვების ბრალია რომ ის ჩემთან ერთად აღარ არის თუ რაღაცა ცოტა აი იმას მიშვება რა. ცოტა ეჭვიანობს. მაგრა. აი ვერ მომყავს სახში აქეთ, რომ ეს ამათთან ძალიან რთულია. ჯერ ესე იყო 13 წელი. ანუ აი ის პერიოდი არის 8 წლის იყო. და უშოთ აი ადამიანის სახლიდან გააგდეს, ის ესე ხედავს. მიხდი რომ ვიღაც ორი ბავშვი გაჩნდნენ და ეს გააგდეს სახლიდან. ვერ ვუხსნი რომ ესე არ არის და ამ დროს ესე ხედავს და ეხა აზრი არა კამათს. ამიტომ ცოტა აი გაიჩამოყალიბდეს, ცოტათი გაიზარდა უკვე პრინციპი 13 წლის. აი იმ პერიოდში არის მე მგონი გასხლტა ეგ საუბრის აუ გასხლტა მაგარი და ხო როცა ალბათ ჩვენც არ გქონდა მაგის. მე მაგრამ მინდოდა და ვერ კონტაქტზე არ გამოდიოდა. მიხდი პრობლემა რა არის და ისეთი ასაკი იყო და დედამისთან ერთად იყო და ის ეხვეწებოდა წადი მამასთან ხოლმე ის კი არ იყო რომ არ უშვებდა დედა და რაღაც უბრალოდ მე არ უნდა რა გაბრაზებული. აი რა ვიცი რა მესხვარ ეტყვი. რა უნდა ვიცი რომ გიждები მაგას და ვაფრენ და ყოველ წუთას მაგას ვეუბნები და წერ კაცო ძალიან კარგად იცის და თავის ნატალია მიდის ხოლმე სხვათა შორის და უვლის თავის ძმას და რაღაც და მაგარი ურთიერთ ეგ მაგრამ ევასება ეგ ურთიერთობა რო აქვს. ხო მაგრამ ჯერჯერობით აი მოხვალ სახში ბოლოს და ბოლოს მოხვალ მამასთან უკვე ბევრი ლოგინი მაგრამ თუ გვერდზე დაიძინებ შენ ხო აი ყოველთვის არის მისი ადგილი ეს არის იყო და იქნება და ასე შემდეგ და არავის შენ ადგილზე არ დაუძინია სხვათაშორის შენ ადგილი ყოველთვის შენია დაძმობა ახსენე და მე ვიცნობ შენს დას და ვიცი როგორი ტიპაჟი არის თვითონ და მგონია რომ რაღაცა თქვენ შორის ისეთი კავშირია და ისეთი დაძმობაა რომ მაგრამ ეხლა აი ჩემი შვილებისთვისაც ეს რაღაცნაირი სამაგალითოა როგორი დაძმა ხართ მომხდები იცი რა არის ეხლა ცალ-ცალკე ცხოვრობთ ცალ-ცალკე მაგრამ ძალიან მეხმარება რა ბავშვების მხრივ რა მხრივ აი ყოფილა რომ რაღაცა ისეთი გაჭირებაში მოდის მიყავს გოგო დაუშვათ აი გოგო უფრო ადვილად მიყავს ბიჭი არის ეგეონები კოსმო არის ნუ აი ჰიპერაქტიულია და აი ძალიან ვრედენია. აი ვრედენი როგორც თქვა. აი სუნდა რომ რაღაცა გატეხოს და ნახოს შიგნით რა არის. სუნდა რომ თუ რაღაცა მთელია, აი ყველაფერს ტეხავს მაგას. ეს მაგას ინტერესიან ბავშვს ეძახიან. ფსიქოლოგები. კარგი, დეგრე დავარქვათ. აი ინტერესი ეს ინტერესიანი ბავშვი. ინტერესიანი გოგოა. ეს ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ არ ტეხავს და ეს ტეხავს. აი ინჭუთას ვე რაღაც საჩუქებდა შო გატეხილი. ნუ შიგნით აინტერესებს რა არის. დასაშლელი და ასაწყობი სათამაშოები. დასაშლელს შლის ისე რომ ის აღარ იწყობა არასოდეს. მიხდი? აი ეგეთი მასტია და რა ვიცი, აბა რა გიწყო. ხო, და ლენუკაზე ვაპარაკობთ. ლენუკას ხო, მიყავს ხოლმე. ძალიან ევასებათ ლენუკასთან, იმიტომ ის ახლა გოგო რო არ ეყავს და ბიჭი ყავს შვილი, ამ გოგოზე ემართება და მე გოგო მინდა, აი მე გოგო მინდა. მეთქი ყავ ორი მყავს და ერთი წაიხშენი იყო. მეთქი რა ვაკეთო. ოდენ ძალიან მეხმარება და ძალიან ბავშვობაში მე და ლენუკა ვიყავით, აი როგორც ვიყავით მე და ლენუკა და ერთმანეთს ხოცავდით, ესე ხოცავენ კოსმო და ლუნა ეხა ერთმანეთს. რატო დაარქვით ესეთი განსაკუთრებული სახელი? კოსმო, არ ვიცი, ძალიან მევასებებ სახელი. მე მგონი არის ზოსიმე, თუ კოზმა თუ კაცი რაღაცა არის რელიგიური სახელები, ყველა რელიგიურია. და ჩემი პრინციპი როგორი მაქვს სახელის დარქმევაზე. ყველას მე დავარქვი სახელი 4-ვე ჩემშულს და რატო? ხო. მე მინდა რომ იყოს ინტერნაციონალური სახელი, ყველა ენაზე კარგად ჟღერდეს, იყოს რაღაცნაირად რელიგიურის, ну რაღაცა წმინდანის რაღაცა ახლოს იყოს და არ იყოს გამოგონილი რაღაცა რა. ხო. და არ არის აუცილებელი ქართული იყოს, მიხდი? აი, იმიტომ რომ მე რო გიორგის რომ მეძახის ნახევარი საქართველოს იყურება და ნუ რა, ეხლა გავიგე, მეთქი ფანტაზია რა გაქვთ რა, უბედური გავიგე გიორგობას ახლოს გავჩდი და რაღაცა კი გიორგიო დაერქვათ, მაგრამ მოსაჭიროა გიორგი დათო და ჯემალი დავარქვა მაინც და მაინც. ნუ და კოსმო მომეწონა რაღაცა კოსმოა რა. კოსმოთან იტალიური სახელია. ხო. და ეს ის კოსმო არ არის, კოსმოსია, კოსმო არ არის. თუმცა მაგ ასოციაციას რაღაცა იწერება სხვანაირად, ხო? ანუ კ კი არა, სითი. სითი იწერება. და რაღაც ამბობენ რომ ზოგადად სახელებს რაღაც მომავალი ცხოვრებისთვის აქვს რა რაღაცა მნიშვნელობა, რაღაცა კოდი. შეიძლება რაღაცა ჩავდავთ, მე მაგაზე არ მიფიქრე, მაგრამ რაღაცა ხო არ მიფიქრია, მაგრამ ჩაიდო, კარგად დასაძახებელია. არ ჭირდება ამ სახელს მე მიაყოლო გვარი, რომ იმან მოიხედოს. სახელი გამოიხედო. ოდა ჩემს აჭირდება გვარის მოძახება რა. გესმის და გიორგი ყიფშიძე, ანუ უნდა თქვა. ან ყიფშო. ხო. ხო და
ესენი ყიფშოები რო არიან ძალიან მომწონს სკოლაში რო ალექსანდრესო ყიფშოს ეძახიან მე რომ გავტრიალდი უნდა გენახა რომ აუ რა მაგარია მე გავტრიალდი და ყიფშო და მე ვიყავ გაგი ვინ მიჩნობს ახლა ბავშვები და თუ ყიფშოს იქ გავიგე რომ ჩემი შვილის ყიფშოა ნატალიას ყიფშო ყოფილა და ესენს ყიფშოები იქნებიან ეთყობა მაგრამ ისეთ სახელები ქვიათ ხო და ლუნა დავარქი უფრო კოსმონდა გამომდინა აი რატომღაც მინდოდა რომ დაძმას რაღაცა აი საერთო ქონოდა ხო და თითქოს აი ლუნა ხო და ბოლო აი ექს გავიკეთე ტატუ კოსმონავტი და ლუნა თვარეზის კოსმონავტი რა და აუ ძალიან ლამაზი ტატუა ხო ეს მაგათ პუნჩი გავიკეთე კი კაია ხო ტატუებზე გავჭედე ხო ბოლოს მამიკოს მოდის ხომ ეს ეს არ მოგშორდება ეს მეთქი შენ გშორდება რომ იქნაო მეთქი ეს არ მომშორდება იცე ეგ ტატუები სულ მაქვს ინტერესი არც ერთ ტატუ არ მაქვს მე ხო და აი რაღაცნაირად ვერ გადავდგი ეგ ნაბიჯი რაღაც ცოტა სულელური ის მაქვს რა არ ვიცი აი ეგ რაღაცა გამოხატვის აი რო იკეთებ ტატუს და გამოდიხარ აი რაღაცა ის არის ხო აი თითქოს დაუსრულებელი ვარ და ამითი ნელ-ნელა ვსრულდები მართლა ხო აი შეგრძნება და ცოტა ავათავარ უკვე სულ გეგმავს რა დავხატო და ვცდილობ რომ არასოდეს არ მომბიზნეს ისეთი რამე დავხატო და სულ ეგეთ რაღაცები ხო რადგან ეს მაინც სულიერებაზე გადავედით და ძალიან რთული პერიოდი გაქვს წარსულში მოტოვებული და აღნიშნე რომ ჰოლოტროპულ სუნთქვას აგრძელებ აი რა არის შენი სულიერი განვითარების და სტაბილურობის აი მიზეზები კიდე რა აი რა საკეთებ შენი თავისთვის გარდა იმისა რომ აი მიძღვნილი ხარ ბავშვებზე და ასე შემდეგ რა ვინც გვიყურებს და გვისმენს ვისაც ეს თემა ინტერესებს ხო ყველა მიცით რა ჯოჯოხეთი გავიარე არაერთხელ თან უბრალოდ ბოლო იყო იმდენად ესეთი მოკვარახჭინება იყო ვინც გამიკეთა ეს საჩუქარი ძალიან ძვირი დაჭდა ბიშკეკში რომ წაგიყვანა და გიმკურნალა აი ეგ იყო ამოს აი ვერ ჩაუგდებდი ამ კაც წყალში ეს ისეთი როგორ გითხრა გარანტი გამომყვა თითქოს ჩემ დაუნებულად რომ ამ კაც მე ვეღარ ჩაუგდებ წყალში ამ საქმეს ამ სიკეთეს ამ საჩუქარს ამ შანსს რომ მე გადავრჩე და ცოცხლი ანუ ხო, იმიტომ შანსი არ იყო მე ეხლა ცოცხალი არ ვიქნებოდა. გაპირობას აი ვიცი ზუსტად. რომ ეხლა ამ კაცის დამსახურება და ბავშვების რომ ეხლა ცოცხალი ვიქნა, არ ვიქნებოდა. პონტი არა. ისეთ რიტმში ვიყავ, ისეთ დღეში ვიყავი რომ უკვე იყო სკერისკენ მიმავალი. არა, უკვე იქ ვიყავი და იქ მელოდებოდი, როდეს ამერხეოდა, არ ვიცი რა. ძალიან ბევრი დავკარგეთ ეს აი ამ მდგომარეობაში ბევრი კოლეგა, ძალიან ბევრი კოლეგა. დავკარგეთ და ძალიან ცოცხალი გადავრჩი რომ მე ხა ცოცხალი ვარ. ხო და ამ ეს ყოფილი ძალიან დავინახე და ამ ბიშკეკში მოხდა ძალიან მაგარი ექიმი იყო. ხო. ვინც აი ეს სუნთქვების ვარჯიშებს დილაობით ძალიან მდინარის ძალიან ცივ წყალს მასხავდა 4 ვედროს შვიცააზე დილა ჩავდიოდი და ასე კანკალებდი ხოლმე და აბლივანი ექვია. და რაღაცა გემართება შიგნით აი როგორი შოკი ხდება წარმოგიდგენია გაღვიძებული რო არ ხარ და ცივ წყალს გასხავენ და აი ამან გეუნები რა რაღაცა გამოიწვია და მე ჩამოვედი თბილისში ვიშევდიოდი დუშში და იგივე ცივზე და ვიდექი 10-20 თვლამდე ძალიან ცივ წყალში აი ამას ვაკეთებდი სულ ერთი წელი რა მე უბრალოდ დავიღალე მაგის კეთებით რაღაცა აღარ შეიცვალა არაფერი და ზატომ გაცოცხლდა თითქოს დავიწყებული ფილინგები გამიცოცხლდა აი ამ წყლის გადასვლების გამო მწვანე გახდა მწვანე და არა რაღაცნაირი ჩამქრალი ნაცრისფერი ან ფერების აღქმაც შეცვლილი აх მეთქი და ეს გაცოცხლდა რა და აი ამან მივხვდი რომ ამან ისე იმუშავა რომ ამას წყალში მე ვეღარ ჩავყრი და აი რას აკეთებ ახლა აი ყოველ დღე შეიძლება არა მაგრამ ყოველდღე ვარჯიშობ აი იმდენად ვარჯიშობ რომ თეატრში ერთ სპექტაკლში ვითამაშე მარო მაყაშუზე დავდგით პლასტიკა არის მარტო ტექსტი არ აქვს და არიან 40 პლუსი მარტო მე ვარ სულ არის 21 წლისები არიან მსახიობები დანარჩენები გაუკაჩე მაგას გეუნები ზუსტად სულ ცეკვავ სულ მოძრაობა და სულ დინამიკა და სულ სინქრონი და მოგეთ კაი რამე მე ნახავ რომ იქნება 17-ში თუ შეძლებ დაგპატიჟებთ ოი რა კაია ან 17-ში ხო მოკლედ და ნახავ რა რაზეც გელაპარაკები და სიჯანის აი აღმოჩნდა რომ ქონია რა თორე იმ გიორგის ამას შანსი არა ვერ გააკეთებდა კი და გამორიცხული არა არ გამორიცხული მაქვს მოსმენილი ინტერვიუში რომ რაღაცა როლებიც გაქვს დაკარგული აი ამ ამის გამო მაკბეტი დავკარგე დოისთან ღადაო აბა
მე და ნანკა უნდა ყოფილიყავით და კი, მახსოვს ეგ ამბავი ალბათ სამწარეთ. ხო და კიდე კაცმა მე ხო კიდე არ ვიცი რამდენი რამე დავკარგე, იმიტომ რომ ესეთი ვიყავი, მიხდი? იმიტომ ეგეთ ადამიანთან არავის ურთიერთობას დაჭერა არ უნდა. არ უნდა, მე შეხარ დავინახო ვიღაცა მსგავსი ტიპი, ეგრევე გავეცლები. იმ მომენტში ამის აღიარება ძალიან მიჭირდა ჩემ თავზე. ხო და ალბათ რაღაც უნაწყენის პოზიციაში. აბა, სუნაწყენი ხარ, აბა. ხარ დაბრაზებული. ხო, ვერ გიგებენ. რა გასაგები შენახარ, რა სრული ავათა ხარ, ადამიანი ხარ, ავანტყოფი. დობა 0 შენთან არ არსებობს, იმიტომ რომ არ ახარ სანდო ტიპი, იმიტომ რომ ჯერ შენ უნდა მიხედო სხვა რაღაცებს, რომ მე რაღაცა მიხდი და ეს იყო საშინელება. კი, გახსენებაც არ რაღაც ესეთი ყბადაღებული თემა მისმის, მაგრამ მაინც მაინტერესებს დღეს რა ხდება რა ამ მიმართულებით, აი მსახიობის პროფესია. ხო. და ცხოვრება ამ პროფესიით. ადრე როგორ უყურებდი, ვთქვათ, როცა ესე რაღაცნაირად რთულად იყო შენთვის ახსაქმელი, ხო, ეს რაღაცა წარუმატებლობებიც, ვთქვათ, როლებიც და ასე შემდეგ და ახლა როგორ უყურებ და აი ცხოვრება მსახიობის პროფესიით დღეს, აი 2026 წელი. როგორ შეიცვალა მაგის თქმა გინდა? იცი რა არის? შეიცვალა. მაშინაც ხო ალბათ დაბალანაზღაურებად იყო და ეხლაც ხო? კი, მაგრამ მაინც ეხა უფრო გამოსწორდასავით რა. კი, შედარებით, იმიტომ რომ ნუ ეხა მე რო თეატრში მივედი, მქონდა 35 ლარი თუ 46 ლარი თვეში. სპექტაკლიდან? არა, თვეში სპექტაკლი, მთლიანად თეატრში მე და მამაჩემს მქონდა ხოლმე 84 ლარი და 64 ლარი. რომელ წელს? 2002-ში. მაგალითად. და მე ხელბას არ ვიღებდი, იმიტომ რომ ამის აღება მომიყვანე ჩემი მეგობრის და მოვიყვანე და ხმის რეჟისორზე ვაკანსია ქონდა და ამას დამთავრებული ქონდა 10 წელი რაღაც ძალიან კარგი ტიპი იყო და გაუსწოდა თეატრი და მოიყვანე იღებდა 60 ლარსო იღებდა ჩემიც მივეცი რომ რაღაცა მაინც გამოგივიდეს მეთქი რა ნუ 120 მაინც აიღე რა და მე არ ვიღებდი იმიტომ რომ ხელჯაღის გადაღებები დაიწყო და ნუ მყოფნი და ეს აზრი არ ქონდა ამ ხელფას მაგრამ მიუხედავად აი ეგეთი დაბალი 0 ხელფასის ყველაზე მაგარი ამბავი მიდიოდა მანდ რა თვითონ აი სულიერად მსახიობის ოსტატობის გაზრდა და ზოგადად ამ სიამოვნების მიღება ხდება მან. ეხლა უკვე ნორმალურად არის. ნუ ეხლა ნორმალურად როგორ, ნუ 2000 ლარი მაგალითად 1500 ლარი გააშენ ამ სპექტაკლს თამაშობს. ანუ მსახიობს უნდა შიოდეს, მსახიობს უნდა სციოდეს ეს. ეგრე იყო, ხო და ეგ ცოტა აღარ არის ეხლა ცოტა რაღაცნაირად მეხმარება ეს ხელფასი, მაგრამ მაინც ვერ მეხმარება, იმიტომ ბანკებს ვიხდი, მაგრამ ნუ ჯანდაბას მიხდი? რა შედარება. აი რა შედარება თუ მაშინ დაუშვათ $100 ღირდაც ხელძახში დაუშვათ გადაღება დღე ეხლა 1000 ლარი ეს მაგრამ ნუ ის $100 უფრო ძლიერი იყო რაღა დაგიმალო ვიდრე ხა 1000 ლარი ხო და ცხელი ძაღლი გრძელ ხო შეიძლება მოკეთო კი ამბობენ რომ მოკეთ აი ნოემბერი კაცო უნდა დაგვეწყო ნოემბერში მაგრამ ზამთარი არ უხდება სცენარს რა ამიტომ გაზაფხულზე დავიწყეთ მარტისთვის რა ესე იგი რიმეიკი გველოდება? არა, უფრო იქნება გაგზელება, ხო, აი რაღაც გახსოვს დატანიანებზე იყო. გაგზელება 20 წლის მერე ბებერი დატანიანი გარბოდა. დაახლოებით ეგეთი ბებერი მე და ჟანრი. ჟანრი უკვე ისეა ლოგინათ არის, მაგრამ ჟანრი იქნება ფილმში, ხო? მაგრამ მაინც გადავიღებთ ხო, როგორც არის მაგ მდგომარეობაში, ნო. ვა. ცხელი ძაღლის ცივი კატაოთ რა. რა თქმა უნდა, არ ვიცი. მაგდენი აღარ მახსოვს, რაღაც ცივი ძაღლიო თუ. მაგრამ ცხელთან იქნება გავშიში. ესე იგი ცხელი ძაღლის მაყურებლებისთვის ეს მაგარი ამბავი იქნება. კი, როგორ არა, აბა რას ლაპარაკობ. რამდენი წლის მერე? 20 ეხა გეტყვი 25 წლის მერე თუ 20 წლის მერე 23 წლის 25 წლის მერე აი კარნახობენ ფანები იქიდან კადრს მიღმა ხო 23 წლის მერე ესე იგი ესე იგი ჩვენ ეთერში გავედით იმედის გახსნის დროს თუ გახსოვთ იმედი რომ გაიხსნა ზოგადად ხო აი მაშინ გავედით ეთერში მაი გამახსოვს პირველი ჩვენ და მე მგონი გრების ხორუმით ყავადალუდი. მოგეთ რაღაცა ორი დაიწყო ერთდროულად რა. ხო, მე მგონი ყავადალუდი და ჩვენ ვიყავით და მე დაემატა რაღაცები. კარგი, როგორ ფიქრობ, შენმა შვილებმა
ეხლა ნატალია სხვათა შორის სერიალშიც თამაშობს და რაღაცნაირად ეს მეტნაკლებად აირჩია. კი, აქ ნიშა აქ და ძალიან მომწონს როგორც აქ. ძალიან აი რაღაც ტექნოლოგიობა და რაღაცები გამოსდის ძალიან, მაგრამ აი რაღაცა ხო ძალიან ბევრ ამას ავალებენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოსდის რა ეს ამდენი ადამიანის მართვა გადაღებაზე რა. და ეს კარგი და რაღაცებს წერს. მოთხრობების წერა დაიწყო, რაღაცებს ავიკითხე ძალიან მომეწონა, აი ძალიან. წერა დაიწყო რა. ცოტა ადრე მოვიდა, რომანიო დავწერო რა, რომანი მეთქი რამდენი წლის ახლა გიჟი ხო არა, რა რომანიო. რატო ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა. ხო, გავგიჟდი ხო და მაგის მომენტი, აი ლეველზე არიან განვითარების. 23 წლის გოგო რომანის წერა დაიწყებს, ცოტა მე თხილად იყავი მეთქი და მაგ წაქსევავ ძალიან გეტკინება ამასაკში. მაგრამ კარგია რა, მომწონს რა. აი ეგეთი გოგოა რა. და გავიკეთე ტატუები მე და ნატალიამ. ერთი ქართველი ძალიან მაგარი კალიგრაფისტი არის, რომელმაც დაწერა, დახატა. უფრო დახატა პეტრუს ტყაოსანი ისეთი კალიგრაფიით, რომ ნიუ-იორკის ომას კლიმაში დევს თურმე აი საჩვენებლად, რომ აი ეგეთი რაღაცა არსებობს ქართული დამწერლობა. საავსტრალი და ამ ტიპმა დაგვიწერა ყიფშიძე და ნატალია ყიფშიძე და გავიკეთე ტატუ აქ კისერზე მაქვს. ძალიან მაგარი. ეხლა ვერ ჩავიხდი ამ ადგილს, მაგრამ ფოტოს განახებ რა, ისეთი მაგარი რამე გამოვიდა, რომ და ნატალიამ აღმოაჩინა ეგ ტიპი. აი ნახე როგორი არის. მიხდი? აი იქ ვანახოთ. მაისადე. მართლა ძალიან უნიკალური არის. აი ამ კამერისკენ. აი ესე? ესე იგი ორივე ასო არის ჩაქსოვილი. და ყ არის ხო? და ნახე როგორ არის, თან ძალიან ლამაზია და ნუ აი ეს ძალიან მომწონს რომ მეტი არავის არ ექნება. მეტი არავის არ ექნება. ხო, ამას ეგ აქვს. დანარჩენი არის ესეთი რომ შეიძლება ვიღაცას ქონდეს და ეს ვერ ექნება. მოკლედ გიждდები ამ დატოზე და ნატალიას დამსახურება იმას აქვს თავის მოკლედ წამოყვანა. მამაშვილმაო ხო გავიკეთე ეს ხო გაქო შენ ლუნა და კოსმო და მე როგორ შეიძლება რომ არა გაქო და ანუ მაგასთან ასოცირებული ტატუო და ეხა ალექსანდრე დამჩა ვფიქრობ ალექსანდრეზე როგორი ტატუ უნდა გავარწყა ესე არ შეიძლება უბრალოდ რაღაც ალექსანდრე დავიწერო არა უნდა აი სწორი კომბინაციაში უნდა მოვიფიქრო რა ხო და ცოტა გაიზარდოს დაელოდე და ერთად გაიგე აი რაღაცა ხო რაღაცა შემართალი ხარ ხო აი მომეწონა ხო ეგრე ვიზო კაი ეხლა მინდა რომ ისევ სახში დავბრუნდეთ რა აი ჯახში კი ბატონო ბავშვებთან რა სახში აი შენი კუთხე გააქვს სადაც შვიდად ხარ. რა კუთხე. აი მასე ზივარ ხომ სადაც ვარჯიშობ და ესე ცოტა ხანი გავახმე და იქ ზოოპარკში ზიურს უყურებ ჩემი აივანი და აი გარი ჩემი კუთხე რომ აი ეს სივრცე მომშვიდებს რომ აი აქ კორპუსი კი არა მაგას აი ზოოპარკი და აი ეს არის ჩემი სივრცე. აი ხო არის რა აი ფილმებში გვაქვს ეგეთი რაღაცა ნახე რომ აი არტისტებს და ესეთ ცნობილ ადამიანებს ახიობს აი აქვთ რაღაცა თავისი კუთხე ან რაღაცა ნივთები ხო თეატრში სახში შეუხებელია სახში ვერ იარსებებს ეგეთი გამურიჩ ყველაფერი შეხებილია ხელი და გატეხილია ყველაფერი რაც კი ბავშვებთან ახლოს მიშება მივიდეს ან შემოდებულია რომ ბავშვი ვერ მიწდეს ეგეთი ნივთები ყოველთვის ხარ და თეატრში ესე იგი არის ხო კი თეატრში საგრიმიეროში ეგეთი ადგილი მაქვს არის რაღაცა ნივთები რაც ძალიან ისეთია აი მაგალითად სპექტაკლების პრემიერებზე ერთმანეთს სახიობები რაღაცებს ჩუქნით ხოლმე პატარა ბეზელუშკებს ისენი მაქვს რომ აი ის მახსენებს დაუშვათ ის მაჩუკა იმან ეს რუსიკო ბოლკაძე მაჩუკა ეს კვატი მაქვს რაღაცა აკეთებს კვატია რა ხო და ბავშვებს უნდათ ხოლმე რომ ის აიღო და არ ვაზრობ და ვერ ხვდებიან ბავშვები და კვატი რადგინა მამა კვატი და მეთქი ეს კვატი უბრალოდ კვატი არა ჩემი კვატია ჩვენ გაქვს უამრავი კვატები და რაღაც თავჯინები და ერთი ხო შეიძლება მე მქონდეს ხელი არ მოკიდოთ ჩემი კვატი და ეგ აი ეგრეთ რა ნივთები არაფერი დიდი მაგრამ გიждდები იმ კვატზე როგორი გზა გინდა რომ აირჩიონ ცხოვრებაში შენმა შვილებმა აი რას რაღაცა ხო არის აი ფიქრო არ ვიცი როგორც რასაც აირჩევენ იქ დავეხმარები რომ სწორედ კარგად ფეხი არ წამოწდეთ და არ წაკრან რაღაცას თორე დაანში თვითონ ქნან აბსოლუტურად არაფერში არ ჩავერევი იმიტომ რომ არასწორია მე ესენი არ არიან საკუთრება ტიპები ესენი არიან ადამიანები მე უბრალოდ პატივი მაქრო მათ ცხოვრებაში გადავეხმარო გაუკვლიო გზა დანარჩენი აბსოლუტურად თვითონ უნდა გადაწყვეტონ ყველაფერი. სად, რასაც მას მოუნდებათ, იქ დავეხმარები.
ანუ ის რომ მე რაღაცები ვუჩიო და მე ესე მინდა ჩემი შვილი ექიმი უნდა გამოვიდეს, ნუ ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს. აი საშინელება. ხო, ისე თქვა რომ დაფიქრდე, აი შენს მაგერად რო ვიღაცა ყოდეს ეგეთ დიდ რაღაცა, იმიტომ რომ რაღაცა ოჯახური ტრადიციები გააგზავნო, იქნება არა მაგ ნიში კაცო რასტი ჩვენ სხვა რაღაცა მინდა, მე სხვა ადამიანი ვარ. მე რა თქვენი გენი გამომყვა კაცო, მე სხვა ვარ. ხო და როგორიც არის ისეთი უნდა იყოს. და აი ეს ყიფშიძეების დინასტია ზოგადად. ხო. აი მაგათ თაობაზე პატარებს გულისხმობ. როგორ გავლენას მოახდენს, როგორ ფიქრობ? შენზე ხო მოახდინა. იგივენაირად დამყავს მე თიაში, ხა და გუშინაც ყავდა ლუნა, ხან ერთი მიმყავს, ორივეს გამორიცხულია, ან ერთი ან მეორე. ხო და სუთიაში არიან, სპექტაკლის ზოთიაში არის ლუნა, მაგალითად 3 წლის იყო, რომ ბაკულას ღორები თავიდან ბოლომდე ნახა. არც იტირა, არც მობეზდა, არც მოწყინდა, ეს ხელში ეჭირა ადამიანს და უყურა სპექტაკლს. მართლა ხო? გავგიჟდი 3 წლის ბავშვმა, 3 კაცო, კითხვებს მისწავდა. გავგიჟდი, ხო და ანუ თიაში არიან უკან კულუარებში დარბიან, საგრემერებში ამბავი და უკვე ინად შეხორცდნენ ამაში რომ მოწონთ. რავი, მე ესე დავიწყე რა. მამაჩებს დავყავდი და იქ დავრბოდი და კულისებში მომწონდა რაღაც ფარდის უკან ეს სარეკვიზიტორში რაღაც დიფთები უამრავი და აი ეს ევასაც რა. არ ვიცი, შემო მოიწამნენ კაცმა არის. ხო, ეგ ხო მან დედან იწყება. ხო, იწამლები. მან დედან იწყება ალბათ, მაგრამ მაინც ეს თაობა კიდე აი ამჩნევ ამ რაღაცა გონებრივ განსხვავებებს. გონებრივსაც ვამჩნევ და რესტორ რაღაცას ვამჩნევ. სხვა საერთოდ ამ თაობას აი მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ძალიან მაგარი თაობა, მაგრამ აქ აღარ არსებობს რომანტიკა. საერთოდ გამქრალია რომანტიკა ამ თაობაში. აი ეხა ამბობ ეს მცნება 21 საუკუნეში ახალგაზრდა ბავშვებში ვინც არის და იმათ რომანტიკა არ გააჩნიათ. რატო? არ ვიცი, კატასტროფაა. არ ვიცი, ინტერნეტმა მე მგონი ეს. ძალიან აი რას გულისხმობ რომანტიკაში? კარგად მინდა რომ გამოყვე. აი პირდაპირ მნიშვნელობით, აი ყველაფერს, რას კი მოიცავს რომანტიკას, ამათ არ გააჩნიათ. დამოკიდებულებები ხო? აი თუნდაც გოგო ბიჭის ურთიერთობის დაწყების რომანტიკაც აღარ არსებობს. რაღაცა ყველაფერი პირდაპირ და ნამენტავენი დებილურად ხდება და უინტერესოდ. და საერთოდ დაკარგა კაცმა კაცობა და ქალმა ქალობა, ნუ ეს კაშმარია რა. აი მე რომანტიკის ჭრილში გეუბნები მე და არა ზდილობის და რაღაცა უზდელობაზე კი არ გადავდივარ. აი რომანტიკა. ეგ ის ხო არ გვჭირს, აი ყველა მშობლის თაობას რო ჭირს, რომ ეს თაობა არა ვარ მე ეგეთი ტიპი რა. აი აქ ხო არ არის ეგრე. მოგვიძველდა მაგარი რამეა და არის ადამიანთან აი ყველაზე საინტერესო პოეზია რომანტიკის გარეშე აღარ იწერება. всё მორჩა პოეზია მოგტა. როგორ ნატალიამ რომანს წეროდა? ბიჭო ნატალია კიდე ახალგაზრდა ისა დიდია უკვე. მე უფრო პატარებზე გეუბნები. პატარებზე ამ. აი მე გეუბნები აი 12-13 წლისები ვინც არიან. და იმის აქეთ. აი ჯერ ესეთი მოდი ავიღოთ როგორი მულტფილმებს იღებენ ბავშვებს შეგული გაგიშკდა სადღა მულტფილმები გოგო ნუ გამაგირი არა სადისტომებს იღებენ რაღაცა გიჟობებს ხიჭკოკებს ბავშვებში რომ უნდა ნახო ხო და ამაზე გაზრდილი ტიპები რომანტიკული ვეღარ არის მაგრამ ეხა მე გეტყვი კონტრარგუმენტს აი მე რო ვიყავი პატარა ვუყურებთ აი კონკია ფიფქია მზინარე მზე თუ ნახავი და რაღაცა ერთ შაბლონზე რაღაცა პრინცის და პრინცესას თუ რაღაცა ზე აწყობილი ზღაპარი რომელიც რაღაცა თავდება ჰეპი ენდით სიყვარული და ეს თეთრაში ამხედრებული და ბავშვებში რატომ ისოდეთ სულათაც ფსარდება კაცო უნდა იცოდე ახლა თითქოს ეს ქალებიც შეიცვალნენ, კაცებიც შეიცვალნენ და ის მულტფილმი ხა აღარ უხდება დღეს რა, ეგეთი ფაბულა თითქოს მოძველდა, არა? კი, მოძველდა. ტომი ჯერის აუ, როგორ მიყვარს ტომი ჯერი. გიშდებოდიტო და ეხლა ვერ ვაყურებინებ. აი რომ ჩავდა ხოლმე დებილობაა ეგრევე გადართავენ და რაღაცა დებილობებს უყურებენ. რაღაცა მულტფილმებს, რომ აჩე პერსონაჟი რო ვერ გავიგე რანაირია. იქ ყველაფერი გავიგე, რაღაცა კარგი იყო. ის ბულდოგი რაღაცა მიხდი ტოლუტო და რაღაც ეხლა აი პერსონაჟებს ვერ ხვდები. აი გუბკა, ნუ რა უბედურება. SpongeBob. აი რა გუბკა, ნუ აი კარგი რა SpongeBob-ი, ნუ აი დებილობა, ნუ. და აი ფანტაზია მისთვის რაღაცნაირი გახდა რა. ხო. მეც მაქვს ხოლმე მსწავლობები, რომ დედა მოდი ნახე, რაც გინახავს, ვეღარ ნახავ გადის და ხო, ნუ აი ცოტა მინდა რომ ხო, აი დამემართა რომ ვერა რა.
ხო, მაგრამ ხო უნდა მოვერგოთ ამათ აუცილებლად, ინტერესებს. სხვა გზა არა, ჩვენსაც ყოველთვის ეგრე რომ იყო. მოერგებიან, ეს ერთმნიშვნელოვანია. რაღაცა მოხდება. არა, ჩემ დედაჩემს და იმათთან მაგარი რაზმის არის განსხვავება უკვე. აი, მამაჩემის და დედაჩემის და ჩემი შვილების, აი, სტიკოკა ვერ მე არის. მგონი ხო, მთელი რაღაცა. ჩვენ გქონდა უკვე მამშობლებთან და ეხა იქა ძალიან დიდი სხვაობა არის. აბსოლუტურად სხვა ტიპები არიან და ეს მშობლება ბებიებაბები არიან ჭკუაზე გადასულები რომ ვიღუპებით. ახო, სათქუ და მირკაწიცა უგასწრებათ ამ ტექსტებს ხარ რუსულისთვის. მაგრამ ნუ ეგრეა რა, ნუ აი გონიათ რომ დავიღუპეთ ხალხო. რაღაცა ქენი მშობლება თქვენი ბრალიან რა არის ჩვენი რომ ეგეთები არიან სხვა მოსემულობაა. ჩემ დროს კარგი რომ ახსენდება როგორ პიკტე კომპიუტერი მომიტანეს მე რომ თამაშობდი რამხელა ვიყავ ეს ორი ჯოხი დადიოდა წერტილი დაახტო და აკეთიკეთ ესე კედელ ტელევიზორში შესაერთებელი. და ეხა ტიპები ნუ ეს კაროლავენ 3 წლიდან რას მელაპარაკები და ყველაფერი იციან. რავი, ქართულის გარდა კიდე მაგალითად ალექსანდრემ აიპადით ისწავლა რუსული. ისე კარგად თუ ქართულზე კარგად იცის რუსული. აიპადზე მუცნების ყურებით და რაღაცეები. ეს კარგია თუ ცუდი? ძალიან კარგია. მეორე ენა ისწავლა, საერთოდ მე არ ჩამრეულ ვარ. ორი ენა იცის. უკვე 3 თუ 4 ის ახლა ინგლისურსა და გერმანულს სწავლობს სკოლაში, მაგრამ რუსული ისწავლა თვითონ ძალიან მაგარია. ესე იგი ჩეხოვს აიგითხავს რუსულად. აი თან ისეთი ოჯახშია რომ აი კაკრას მან მაგაზე არ ღელაო რა ეს. პედაგოგები და დირექტორის, სკოლის დირექტორები და ფილოლოგების ოჯახში არის. ამით ხარ მიბარებული ხარ, კარგად. ჯიგრულად, კარგად, ხუთოსანი ბიჭია, ვენაცვალეთ უში. ეხა ათოსანებია ხო? ათოსანი ხო. ის ეგეთი ტიპია რა, სპორტული არ არის ნაცრისფერი, ეს ბავშვია, იმის რომ სულ კითხულობდა, სულ სწავლობდა, სულ რაღაცნაირ სპორტული აი ეგ მინუსია, რომ სპორტული ტიპი არ არის, მაგრამ ზატო არის ძალიან შახტული, ჩამხტარი ამ. ყველა ვერ იქნება სპორტული და ეს იქნება, მაგრამ ცოტათი მაინც ჭირდება ადამიანს. ფიზიკა უნდა გიწყობდეს ხელს, არ შეიძლება რა. მაინც უნდა ცოტათი სპორტული უნდა იყოს, რა ცოტათი. არ არის აუცილებელი განტელებით იღვიძებდი და იძინებდი, მაგრამ რაღაცა უნდა ხო, შენ თავს ეგ უნდა გაუკეთო. ხო, ცოტა პატარა საჩუქარი ჭირდება რა. კარგი, მოდი ახლა ესეთი რაღაცა მინდა შემოგთავაზო, პატარა დროში მოგზაურობასავით. აი, შენი პატარა შვილები რო უყურებდნენ ამ გადაცემას 20 წლის მერე. და აი რაღაცა რაც გინდა რომ მოისმინონ. აი, წარმოიდგინე რომ ამდენი დროა გასული. რა იქნებოდა ეს? აი, мама, რო გეუბნებოდი რომ შენ და ნუ ურტყავ, ნუ შვები ესეთ რაღაცებს. აი ეხა ხო ხვენია, ესე იგი მართალი ვიყავი, ხო? ხო მართალი. აი კოსმოსი ეხებოდა ეს. მე მგონი მაგ დროს უკვე ისეთი მეგობრები იქნებიან, რომ ეხა 20 წლის მერე ეს მე აი ეს შეცხება. ეგრე შეცხება. ლუნდას რას ეთქვი? არის ის რას უშვება. მაგრამ უკვე გოგო გახდა ის უარეს უშვება. ეს კემაის ხოცა ის რომ ძალიან თუ დაარტყავს მოვკლავ რა დასმეთ კი არ შეიძლება. გოგო რა შვება? გოისის რომ გოგოა, აი უფრო წირავს ვიდრე ის. აი წიხლი შეუულია სახეში ჩაარტყას, გაქანებული და მეურვე ფეხი სხვა ძალა აქვს, ფეხს მე რა გოგო ხარ, ფეხი სახეში მოკვდება მეთქი. თავ დაარტყავს კუთხეს, სავსე მეორტი ბუზით მეთქი. ავსებს აკეთებ მეთქი, თორა როგორ შეიძლება ფეხი წიხლი სახეში და ის გამწარებული წელები ესე ურტყავს. გოგო. მეთქი გოგო ხარ, შენ ნაზი უნდა იყო. აი მიხვდი დასგება რომანტიკა გაქრა. აი ჩემი დასმის ყავდა რაღა დაგიმალო, მაგრამ ჯანზე იყო? ლენუკა? არა, სულ ვერეოდი, მაგრამ ის არ ნებდებოდა და სულ მოდიოდა და სულ რაღაცას მოკლა უნდა და ჩემი და მე სულ გავრბოდი. ჯიუტი იყო რა, პროსტა ვერ ვერეოდა, მაგრამ მიწყავდა რაღაცებს. აი გავიხედებოდი, ერთხელ დანამესლო და ესე გაერჭო კედელში. დედას გიფისები. უნდა ყველამ დაინახა და ესე დეჩერდა კედელში გულწაოვიდათ. აი დანა ესე ისო და ის კი არ მოხდა. რაღაცნაირად მოხდა კინოებში ერჭობა, ესე გაერჭო ეგ. უსე აი აქ ვარ გაიგე. ან თვალში რა ვიცი. გადარჩენილი ვარ მაგრამ. ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია გაქვს ცხოვრებაში გადახდენილი. შეიძლება მაგის გარეშე არ ყოფილიყო საინტერესო, მაგრამ ხო. სხვათა შორის იცი რა გამახსენდა? კრისტი მოიტაცე, ხო? პირველი თოლი. ხო, აი ხანდა მოუყვე. მოკეთ ეს არის რომელი წელი იყო? ან ძალადობაზე გამახსენდა. 98 თუ რაღაცა 98 წელი რაღაცა ეგრე დაახლოებით და
ახალგაზრდულში დადიოდნენ ბაკალზე, ლენუკა, ჩემი ასწავლიდა სიარულს. და რომ დავდიოდო კონკურებდი და გადავირიან გოგოზე და კიდე მოვიტასი არის ბევრი აი რომანტიკა სად არისო მე რომ ეხა ვამბობ ეხა გაქრა მეთქი ხო და აი რა რომანტიკა მოვიტაცე არა ეგ მე გადამეკეტა აი ეგ რომანტიკის გამო გავაკეთე იმიტომ რომ გადამეკეტა და მეთქი ნუ არ არსებობს დამასწრებს ვიღაცა ეს ისეთი გოგოა მეთქი და ამის დრო მეთქი ამის გამაზო არ შეიძლება მეთქი შანსი არ არის საერთოდ ბოთმაკაცს ვთხარი მეთქი მიშველეთ ჩაიდეს იარაღები და ესე შევიყვანეთ მახსოვს კარიბ გადავკეტეთ ჩემს ვაკას ამოიღო დადო ეს იარაღი და დედას გეფიცები თუ გაგიშვა აქედან ესე უთხრა და ერთი წამი თუ კრისტიმ ისმაის მითხარით რომემა მომიტასეთო ჩემი ამ ნაზირალ ამაზე ხარ რა მიქნა ხო მე გავფუჭდი დამერხა ეგრევე მეთქი შენი სომეხი მეთქი შეგოთვერანო აი ეგეთი ჩათლა ხომ მომითხრა მამ და მე ფუტბოლი ვიყავით და ბავშვი გაგვიშთა და ამბავი მე საწყისი იყო ძალიან სასაცილო აი ეხლა სიცილით ვიხსენებთ ამას და რა ეხლა აი რომ მოხდეს ეგეთი რაღაცა რა არ ხდება ეგეთი რაღაცა ნაბადი ცხენზე გაქანებული ქალის გატაცებები სად გაგინახია ხო მაგრამ გავცდეთ ჩვენს ქალაქის სოციუმს აი რომ მოხდეს რა რომ მოხდეს ხო არ გადარეო ხო მოუკვა ყველას ხო აი დავჭრი ორი ქალიშვილი ყავს არასებული თემა კაცო უმანერებული ამაზე არ მიფიქრია და უცებ ამაფიქრე შეგნეხა არა კაცო სადღა არის ამბები აღარ არის აღარ არის სად გაგიგონია აი მაგას გეუბნები ეგეთი რაღაცები აღარ არის ქალი გაიტაცეს ესე იგი მოტაცება აღარ არის რომანტიკა აღარ არის აბა რა დარჩა რაღაცა ბანალური რაღაცნაირი ზედაპირული ამბები რა სამწუხაროდ სიყვარული ხო არის ისე ვერაფერს ვერ უზავენ აი რაც უნდა ტექნიკურონ ყველაფერი და გაჯეტონ მაინც ვინილი ყოველთვის იქნება მოდაში რა აი პლასტინკა ყოველთვის მოდაში იქნება თეატრი ყოველთვის ვინილი იქნება და მოდაში იქნება ყოველთვის რაც უნდა გაატექნიკურონ რაც უნდა აი იმ უნდა გააკეთოს კინოები მუსიკა დაწერონ და რაც უნდა გააკეთონ ამას თავის ფასი ყოველთვის ექნება კინო შევა გაგუფასურდეს ტელევიზია შევა გაგუფასურდეს ნდობა დაკარგოს იმიტომ რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გადაუარა ამ სიტუაციას მაგრამ თეატრს და აი ეს ხელშესახებ რაღაცებს ვერ ეხება და სიყვარულსაც პონტიერა ვერც ვერ უზავს მაგრამ რომანტიკა და მოკლა აშკარად ნუ აი სიყვარულზე კინოებს არ იღებენ არ დადიან ეგეთ კინოების სანახავად მიხდი აი ეს პონტი აღარ არის კინოში წავედ ჩემი ჭკოჭამა და ჩავეხოთ ერთმანეთს და უკანა სიდანიაზე ვიზასავოთ ეგრევე აღარ არის მორჩა ფაფუ ხო ან შეიძლება ჩვენ ვერ ხედავთ მაგას იმიტომ რომ არ ხო ვიჩნობ ამ ახალგაზრდებს კაცო არავის არა მუსიკას როგორია ნახე არანაირი მელოდია აღარ არსებობს რომელსაც რომანტიკასთან კავშირი ქონდა ეხა ურომანტიკო მუსიკა გაჩნდა ძალიან მომწონს ეს მუსიკა, განა არ მომწონს. უბრალოდ აი ხო ხტები ას გემონები, აი სხვა არის რა. მე მგონი ცოტა ბებერებით ვლაპარაკობთ. არ ვლაპარაკობ ბებერივით, მე რეალისტი ვარ, მე არა ვარ ბებერი, მე დავდივარ იმ კლუბებში, სადაც ეგეთ მუსიკას უკრავენ, მაგრამ მიხდი, აი ხო მართალი ხარ. ის აღარ არის და რაღაცა ჯაზ კლუბებში მევასება სიარული, 1990 თუ რომ ამდენი 1996 მაგარი კლუბია ჯაზ. ხო. აი მან ხედავ რაღაცას მევასება რა, აი ახალგაზრდობა მოდის მან ხედავ. ხო, უბრალოდ იმდენად ხელმისაწვდომია დღეს ყველაფერი, რომ ვისაც რა ხო და ძალიან სამწუხაროა რომ ამას ვამბობ, რომ ეგეთი რაღაცეები თითქოს აღარ არის მოდაში. და აღარ აი არავინ ეგეთ კინოს რატო არავინ არ აკეთებს, მანქანებით რომ მივიდე და დავუშვათ დავაყენო მანქანა და ვიკოცსანაოთ. მიხდი რას გენი აი პონტს გეუბნები, რომ შავ-თეთრი კინო ვნახოთ სიყვარულზე. და არა გიგანტური ხოლიკზე რომელიც კაცობრიობას ხლიტავს აი რაღაც დებილობებს ვაირებენ ნუ რა უბედურება კარგი რა მელაპარაკი Stranger Things ნანახი გაქვს კი გიждები ძალიან მომწონს ხო და აი ეგეთი ის არის ძალიან ცოტაა ეხა ეგეთი კაი რაც შენ თქვი შენ გაარტი ეხა კარგი რაღაცა მითხარი უამრავ გეტყვი რაც არ არის საინტერესო ხო მართალი ხარ მაგრამ მაინც გაბანიც და ასე ვთქვათ რა გადაიღე შენ გადაიღე მაგდენო შემეძლოს ჩემი პროფესია იმდენად საკმარისად უხვი და საინტერესოა რომ არ მჭირდება ახალი პროფესია რეჟისურა სხვა რამეა არ ვიცი ეგ ვაფშე სხვა ხელობა არის და ჩემ ბევრი რაღაცა საინტერესო იდეები მქონდეს მაგრამ ამის გაკეთებას უნდა ხელობის ცოდნა და ვიღაცებს რომ ამბიციები აქვს რომ მე რა უნდა რეჟისურას ეგრე არ არის რა ასე რომ
კარგი, მოდი შევაჯამოთ ჩვენი ძალიან სახალისო საუბარი. მართლა ძალიან მქონდა ეს მოლოდინი, რომ საინტერესო რესპონდენტი იქნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც შევხვედრილოთ ესე რესპონდენტის და ინტერვიუერის ამპლუაში, მაინც ძალიან მიხარია, რომ ესეთი ხალისიანი შეხვედრა გქონდა. ძალიან კმაყოფილი ვარ და მოდი ჩვენს მაყურებელს უთხრათ, აი რა გაქვს ხა ესეთი უახლოესი გეგმები, ცხელი ძაღლი ვახსენეთ. ცხელი ძაღლი, აი ის კიდე მეორე ფილმსაც ფილმად ვიწყებთ ოღონდ. რა ქვია? დეგენერატებიო კი რა და რა ქვია? მე და მამაჩემი თამაშობთ დეურ დეგენერატს რა. უსაშველოები. დეგენერატებია ხო რა უსაშველობასაც ვიღებთ. და კიდე თიაჩ ბევრ რაღაცებს ვაკეთებთ. მაგათ ახლა მეფერილი გვაქვს 12-ში, მე და მამაჩემი აღვადგინეთ სპექტაკლი. ბატონი ზურა სტაბილურად სპექტაკლში არის. სრული ანშლაგებით მიმდინარეობს და ვერ მოვხვდი ძალიან ბევრი. ხო და აი ხა 12-ში გვაქვს და შემიძლია რაღაცნაირად 4 მოსაწყოს გაგიკეთებ. ამი ჩაგვიდგათ. 2 მოსაწყოს გაგიკეთებ, პირობას გაძლევ აი ეთერში სახალხოთ. კარგი, მაგრამ მე მგონი ნანახი გაქვს. არ გაქვს ნანახი არც შენ. არა, თან თუმანშუშია. ის შე მარჯანაშუში გეკნება ნანახი, იმიტომ რომ იქ თამაშობდით რატომღაც. თავის მიზეზები ქონდა შიდა ამბავი, მაგრამ ნუ გადაილახა. ოკეი. ესე იგი, ესეთი შემოქმედებითი კარგი პერიოდია, ხო? ძალიან კარგი პერიოდია, ხო. იმიტომ რომ თითქოს რაღაც დაფასდა. ის რაც მე ხელი რო გადაუწია, ამაში დამიფასდა და რაღაცა წამოვიდა რა. აი, ხოთი რაღაც ბუმერანგის მომენტი აუცილებლად რაღაცები გიბრუნდება რა. შანსი არ არის. ჩემ თავზე მაგ გამოსტილი და ესე ეგრე მუშაობს ნაღდად. რომ შენს თავს რო კარგ რაღაცას გაუკეთებ, შენ თვითონ კარგად იქნები. იგი ბუნება რაღაცას ხო, იმ ენერგეტიკულად იმ რაღაც პასებს გიგზავნის, იმ კარტებს გირიგებს შენ, რომელიც შენ და როცა ყოველთვის სხვისგან ელოდები და შენ თვითონ აი ეგ არის ძალიან ცუდი არასწორი რამეა. საშინება სხვის მოლოდი ვაფშე არაფერი არ უნდა შენთვის. შენ თვითონ უნდა გააკეთო შენთვის და მე დავაშინე. ყველაფერი იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა. სიამაყით მინდა შეგახსენოთ გვანცას პოდკასტის წარმდგენი სკანდინავიური ბრენდი საკვები დანამატების New Nordic-ი, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე არის უკვე ლიდერი თავისი პროდუქციით და ძალიან მომწონს ამ ბრენდის ფილოსოფია beauty in and out. ანუ ჩვენ სილამას ესეც რუნვა რა თქმა უნდა იწყება შიგნიდან. აღარ გავაგრძელებ ბევრ საუბარს ამ ბრენდის ხარისხზე, იმიტომ რომ სკანდინავიურია და ეს უკვე ყველაფერს ამბობს. რა თქმა უნდა, არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს ბრენდი, ფლობს GMP და ISO სერტიფიკატებს და აქვს ბესტსელერი, ანუ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებიც, რომელიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა, ჩვენმა მაყურებელმა მათ შესახებ კარგად იცის, ეს არის apple cider-ი, რომელიც არის წონის კორექციის ხელშეწყობისთვის, ზუკარინი ტკბილ ზემოთხოვნილების შემცირებისთვის და hair volume თმის ზრდისთვის და მოცულობისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ New Nordic-ის ეს პროდუქცია შეგიძლიათ მოიკითხოთ GPS-ის აპტეკებში მთელი საქართველოს მასშტაბით. გიორგი ყიფშიძე გსტუმრობდა ამ ეპიზოდში. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო თქვენთვის. დაგვიწერეთ კომენტარები. კარგიც, კრიტიკაც მოგწერეთ, თქვენი სურვილებიც მოგწერეთ, არ დაგავიწყეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიწეროთ ჩვენი არხი და ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც ხართ ჩვენი არხის გამომწერები და ვინც აი ამ ღილაკს ხელი უკვე დააჭირეთ. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე, დროებით.